სახელმწიფოების თანამედროვე ფორმა გაჩნდა მე-19 საუკუნის დასაწყისში, როდესაც ევროპაში იწყება ერის სახელმწიფოების ფორმირება. რა არის სახელმწიფო? რატომ არის საჭირო ის? ნებისმიერი ევროპული სახელმწიფო შექმნილია ერთი რომელიმე კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის გარშემო მისი ინტერესების დაცვის გამო შექმნილია თავის დროზე. შემდგომ უკვე განვითარების პროცესში ჩამოყალიბდა სამოქალაქო ნაციონალიზმი, როდესაც ერთ რომელიმე კონკრეტულ სახელმწიფოში მცხოვრებ ადამიანთა ჯგუფი, განურჩევლად მისი ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა, წარმოადგენს ამ სახელმწიფოს მოქალაქეს, იზიარებს ამ სახელმწიფოს ღირებულებებს, არის ამ იდენტობის მატარებელი. რა არის სახელმწიფო? სახელმწიფო არის ადამიანთა მოქალაქეთა ერთობა, რომელიც იცავს ამ მოქალაქეების უფლებას. სახელმწიფოს ფუნქცია უსაფრთხოების გარანტია, თავდაცვით უნარიანობა, სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, განათლების უფლება მისი ყველა მოქალაქისთვის, სიცოცხლის ცხოვრების უფლება თანაბრად ყველა მისი მოქალაქისა და თუ კი ეს სახელმწიფო არის ძლიერი და ის არის გარანტი უსაფრთხოებისა, რომელსაც ის იცავს როგორც გარეშე, ისე შინაური მტრებისგან, მაშინ მისი ყველა მოქალაქე, თითოეული მოქალაქე ასაკის, სქესის, რელიგიური, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად ცხოვრობს ბედნიერად. და ამიტომაც არის დღეს დასავლური ტიპის სახელმწიფოს მოქალაქეები გაცილებით უკეთეს პირობებში და უკეთესი ურთიერთდამოკიდებულებაა მოქალაქესა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის. სახელმწიფო არის ვიდრე სხვა არადასავლურ სახელმწიფოებში. სახელმწიფო ეს არის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც შექმნილია რომელიმე ტერიტორიაზე, რომლის მესაკუთრე არის მისი მოქალაქეები, ხალხი ირჩევს მთავრობას, მთავრობა უზრუნველყოფს სახელმწიფოს უსაფრთხოებას, ეკონომიკურ კეთილდღეობას, კანონის დაცვას, კონსტიტუციის უზენაესობის დაცვას. და ამიტომაც ნებისმიერი სახელმწიფოს სიძლიერე და კეთილდღეობა პირდაპირ პროპორციულია მისი მოქალაქეების კეთილდღეობაზე. ეს აშკარად ჩანს ჩვენი სახელმწიფოს შემთხვევაში, რომელიც ფაქტიურად დიდი ბრძოლების მიუხედავად, რომელსაც დღესაც ეწევა, როგორც შინ ისე გარეთ მტერთან მიმართებაში, ძირითადად შინაური მტერიც გარე მტრით იმართება, იმისთვის რომ ის შედგეს როგორც სახელმწიფო და აღარ არსებობდეს კითხვა, მე რა გამიკეთა სახელმწიფომ, სახელმწიფო ხარ შენ, თითოეული მოქალაქე და ამიტომ ვალდებული ხარ დაიცვას შენი თავი და შესაბამისად შენი სახელმწიფო.